გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში. სწორედ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი არის TikTok-ზე ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თითქოს გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდასაჭერად მოეწყო ძალიან დიდი მასშტაბური აქცია, თუმცა ეს ვიდეო არის ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული, მისი აუდიო არის დამუშავებული და აქ ისმის შეძახილებით თითქოს ეს ხალხი მხარს უჭერს გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას, თუმცა სინამდვილეში ეს საპროტესტო აქცია არის მოწყობილი პალესტინის მხარდასაჭერად და აქვე თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ შეინიშნება LGBTQ+ თემის დროშებიც და სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ამ საპროტესტო აქციას ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერ დემონსტრაციასთან და გერმანიის მთავრობა ეს ბოლო კვირებია საზოგადოებას აფრთხილებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას და როგორც ეს მოხდა მაგალითად რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და გასულ კვირას ევროკომისიამ სოციალური მედიის დიდი პლატფორმები როგორც არის Microsoft, Meta, Google და ასევე პლატფორმა X-ი მათ მოსთხოვა, რომ კიდევ ერთხელ შეემოწმებინათ მათი დეზინფორმაციასთან გასამკლავებელი ზომები და მოდიოდნენ თუ არა ეს ზომები თანხმედრაში ციფრული სერვისების აქტთან და ასევე იგივე პლატფორმებმა მიიღეს მონაწილეობა გერმანიის ციფრული სერვისების კოორდინატორსა და ევროკომისიის წევრებთან, რომ ეს რისკები შეეფასებინათ და მეტამ გასული წლის აპრილში კომპანია Meta-ს Facebook-ი და Instagram-ი ევროკომისიის გამოძიების საგანიც გახდათ და მათ აინტერესებდათ რამდენად სწორად ქონა შემუშავებული კომპანია Meta-ს დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდები და ასევე ის თუ ემორჩილებოდნენ თუ არა ისინი ევროპულ კანონმდებლობას ციფრული სერვისების აქტს და ეს გამოიწვია იმან, რომ ევროკომისიაში შიშობდნენ, რომ Facebook-ი და Instagram-ი რუსული ქსელების მიმართ იყვნენ დაუცველები და წელს იანვრის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში მეტამ გამოაცხადა, რომ 2017 წლიდან მუშაობენ თაღლითური კომპანიების აღმოსაჩენად და მიუხედავად იმისა, რომ მათ მოახერხეს ამ კომპანიების აღმოჩენა და შემდეგ მათი გასხრილვა, ისინი შიშობენ, რომ სავარაუდოდ გერმანიის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მსგავსი თაღლითური ანგარიშები კვლავ დაბრუნდებიან და ასევე გასული წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მეტამ აღმოაჩინა და შემდეგ წაშალა დაახლოებით 5000 ფეიქ ანგარიში, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდნენ გერმანიაში და ასევე მეტაში აცხადებენ, რომ ყველა ინფორმაცია დეზინფორმაციასთან დაკავშირებით მათ მიაწოდეს გერმანიის მთავრობის წევრებსაც და ასევე გერმანიის ფაქტ-ჩეკის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვრცელდება სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომ თითქოს გერმანიამ შეწყვიტა უკრაინის ფინანსური დახმარება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და რაც შეეხება TikTok-ს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებისთვის TikTok-მა შეიმუშავა ეგრეთ წოდებული საარჩევნო ცენტრი, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ზუსტად სანდოწყაროებთან, ასევე კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ეცდებიან, რომ გასხრილონ დეზინფორმაცია, ასევე ითანამშრომლებენ ექსპერტებთან ამ საკითხებში და მომხმარებლებს დააკავშირებენ სანდოწყაროებთან. როგორც TikTok-ის განცხადებაშია ნათქვამი, წელს პლატფორმიდან 40 ქსელზე მეტი წაიშალა, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში და მათ შორის არის გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიც და ასევე გერმანიის ფაქტ-ჩეკის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ მომხმარებლები ეცდებოდნენ, რომ მოეძებნათ ვიდეოები, რომლებიც მათ ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის შესახებ აცნობდა ინფორმაციას, არაერთი პარტიის, აღმოაჩენდნენ არაერთ დეზინფორმაციას და კონკრეტულად კი ამ სტატიაში საუბარი არის იმაზე, რომ TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ძირითადად გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის საარჩევნო კამპანია არის სწორად წარმოჩენილი, ხოლო სხვა პარტიების საარჩევნო კამპანიები არის უკვე არასრული ან არასწორი სახით წარმოდგენილი მომხმარებლებისთვის და რაც შეეხება Google-ს, ასევე Google-შიც აცხადებენ, რომ მათმა გუნდმა გერმანიის პოლიტიკურ პარტიებზე გასულ წელს სახიფათო კიბერშეტევები აღმოაჩინა და მას შემდეგ გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ებრძოლონ წელს უკვე ამ კიბერშეტევებს, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლოა, რომ კვლავ განხორციელდეს გერმანიის პოლიტიკურ პარტიებზე.